თქვენ ყურებთ კურიერს 9 საათზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა სამტრეთის ყოფილი უფროსი ერთი კვირის წინ ბათუმში გამართული მთავრობის ხდომაზე პრეზიდენტმა გაათავისუფლა თანამდებობიდან კანდიდატებს ამ პოსტის დასაკავებლად კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ კონკურსის საერთაშორისოა და მასში მონაწილეობა ქართველებთან ერთად უცხოელებსაც შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს სამოქმედო გეგმა უკვე დეტალურად გაწერილი აქვს. 2015 წლისთვის ქართული ღვინის ექსპორტი 40 მილიონ ბოთლამდე უნდა გაიზარდოს. მოლაპარაკებები უცხოურ ბაზარზე უკვე დაწყებულია. სამინისტროს აქვს დავალება მთავრობის განაზდა ამავე დროს თვითონ სამინისტროც გადართული ამ საკითხზე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმპორტის შემცირება და მისი ჩანაცვლება ექსპორტით. გაემართება პირველი სხდომა, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ შემუშავდეს იმ ადამიანის შერჩევისთვის სტრატეგია, რადგან ეს ადამიანის შერჩეველი სტრატეგიის იქნება გამოხატული მომავალში თვითონ ამ ახალი კომპანიის მუშაობაც. ზაზა გოროზია მინისტრის პოსტის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა. მინისტრმა დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვინ დაიკავებს პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული სამტრესტის ხელმძღვანელის ბასილ მანაგაძეს ადგილს ჯერ უცნობია. ახალი ხელმძღვანელი კონკურსის წესით შეირჩევა. ის რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ან საჯარო ადმინისტრირების განხრით. მუშაობის გამოცდილება: სასურველია ღვინის, სპირტის ან სურსათის ბიზნესის სფეროში. ღვინის მრეწველობის დისტრიბუციის კარგი ცოდნა. მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობის და ტენდენციების კარგი ცოდნა. მოკლე, მკაფიო და პროდუქტიული კომუნიკაციის უნარი. პრიორიტეტების იდენტიფიცირების და მართვის უნარი. კონკურსის საერთაშორისო მასშტაბის იქნება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. სამტრესტის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის საუკეთესო კანდიდატს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომლის ერთ-ერთი წევრი TBC ბანკის გენერალური დირექტორიც იქნება. მასთან ერთად საბჭოში მენეჯერები, ბიზნესმენები და მეღვინეები შევლენ. მნიშვნელოვანი არის იცნობდეს იმ დასავლურ ბაზრებს, თუ რა თქმა უნდა, ძირითადად საექსპორტო ქვეყნები რა შეიძლება იყოს საქართველოს, აქედან გამომდინარე ცოდნა ქონდეს იმ ბაზრების, ქონდა ისეთი უნარჩვევები, რომლებიც დაეხმარება ქართულ, ასე ვთქვათ, პროდუქტს, ამ შემთხვევაში ქართულ ღვინოს, რომ მოხდეს ამ უცხოური საერთაშორისო ბაზრების ათვისება. კონკურსისთვის განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხვალიდან დაიწყება. კონკურსანტების მონაცემებს თავდაპირველად მინისტრის სამბივნო დეტალურად გაეცნობა. კომისია იმსჯელებს შერჩეული კანდიდატებიდან ამოარჩიოს ზუსტად ის საჭირო კანდიდატი, რომელიც შეძლებს ამ დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას. სამტრესტის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო ვასილ მანაგაძე მთავრობის ხდომის დროს გაათავისუფლა. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი კადრის მოძიება კაცრი კონკურსის წესით დაავალა. ძალიან უკმაყოფილო ვარ სამტრესტის მუშაობის. და მინდა ვთქვა, რომ სამტრესტის ხელმძღვანელი განთავისუფლებულია სამსახურიდან. უკმაყოფილო ვარ. გამოაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, ყველაზე მაგარი ქართველი მენეჯერი, ვინც არის, ვინც იცის სოფლიო ბაზრები, უცხოენები, ამ ბაზრების გასვლა, იპოვეთ და გავხადოთ ეს სტრუქტურა აუმუშავოთ ძალიან ეფექტურად. ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადების მიღება 2 კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამავე პერიოდში კონკურსი შეტარდება სამტრესტის ახალი ლოგოს გამოვლენისთვისაც. კრიტერიუმები ამ შემთხვევაშიც გაწერილია. ლოგო ქართულ ვასთან უნდა იყოს კავშირში.